კონუსი არის სხეული, როცა მოცემულია რაიმე წერტილი, აგერეს, და ეს ამ წერტილს აერთებს რომელიმე რაღაცა წრის წერტილებთან. ამ წერტილს ეს არის წრე, ეს მარტო გარშემოწმება ეს წრეწირია. და ამ წრის ყველა წერტილთან აერთებს ამ ერთ წერტილს. ყველას ეწოდება კონუსი. თუ ამ წერტილს წრეწირის წერტილთან აერთებს, ეს მონაკვეთი. ამას უკვე კონუსის მსახველი ეწოდება. ეს წერტილი, ნებისმიერი წერტილი აიღოთ. შევერთეთ მსახველი. ამას კონუსის ფუძე ეწოდება. ამ წრეს. ამ წერტილს კონუსის წვერო ეწოდება. კონუსის ზედაპირი ფუძისა და გვერდითი ზედაპირისაგან შედგება. ეს რაც არის გვერდითი, სუნთლიანად. კონუსის სიმაღლე არის მართობი, რომელიც კონუსის წვეროდან დაშვებული არის ფუძის სიბრტყეზე. თუ ეს წრეწირის ცენტრს ემთხვევა, კონუსის წრეწირის ფუძე არის წრე. ემთხვევა ეს მართობი, მაშინ მართი წრიული კონუსი ეწოდება ამ კონუსს. ესე იგი, თუ წრფე გადის კონუსის ფუძის ცენტრზე, აქ. და ამ ფუძის სიბრტყეს ეს მართობულია ეს სფერო. ამას კონუსის ღერძი ეწოდება. ამ ორ წერტილზე თითით რომ გავია. ფუძე კონუსის ღერძია. ეს სფერო. თვითონ ეს მონაკვეთი, რაც თვითონ კონუსს ეკუთვნის, კონუსის სიმაღლე ეწოდება. ახლა ამ წრის რადიუსის კონუსის რადიუსი ეწოდება დიამეტრს, რაც წრეწირზე ვიცით და წრეზე ყველაფერი ამის შესახებაც იგივე განმარტებაა ყველაფრის. ესე იგი ეს არის კონუსის ღერძი. ამ ორ წერტილზე გამავალი წრფე კონუსის ღერძი ეწოდება. თუ განვიხილავთ რაღაცა სიბრტყე და კვეთან კონუსს გავკვეთავთ, რომ ამ ღერძზე გაიაროს. ეს ორი წერტილი შევერთოთ. ამას ამ კვეთს კონუსის ღერძული კვეთა ეწოდება. ნახაზებზე ვაჩვენებთ. და თუ სიბრტყე გვაქვს და გადის კონუსის მსახველზე. მსახველი აქ წრეწირთან რო აერთებს. ამ წერტილთან კი არა, ესა წრეწირი, ამასთან რომ აერთებს. და ამ მსახველზე გამავალი ღერძული კვეთის მართობულია. ეს კონუსის მხების სიბრტყე ეწოდება აქ ღერძული კვეთაზე, აქ მსახველზე გაიარა და იმისი მართობულია. იმ სიბრტყეს. ეხლა ეს ყველაფერი ნახაზე ვაჩვენოთ და იგივე გავიმეოროთ. კონუსის დახაზისას ჯერ ვიღებთ ფუძეს. სივრცეში წრე
აი ესე დავხაზოთ. სიფრთხის გარეთ რაღაცა წერტილი დავაგეგმილოთ აი აქ. ეს წვერო. ეს არის ფუძე. ეს წრე. წვეროს შევერთოთ კონუსის ფუძესთან. დავუშვათ A და B წერტილთან. წვეროს შევაერთოთ. ეს იყოს სახველი. სახველი აი ეს აქაც რო შევაერთოთ წრეწირთან. ესეც მსახველია და ნუ იქით არ გამოჩნდება აი ესეც მსახველი წვეროს აღა აქ არის წრეწირის ცენტრი იყოს ეს და თუ მართობს დაუშვეთ ფუძეზე და ზუსტად წრეწირის ცენტრში მოხვდა მართი კონუსია ეხლა წვერო თუ აქეთ არის სადღაც აღებული და შევაერთებთ ეს მართი წრიული არ არის ეს დახრილი იქნება ნუ სკოლის პროგრამაში ჩვენ ასეთს განვიხილავთ ეს O წვეროდან ფუძეზე დაშვებული ეს არის სიმაღლე სიმაღლე ნიშნავს რომ ამ სიფრთხეში მდებარე ნებისმიერისთვის მართვები აი ეს 90 გრადუსია מחვილ რო გეგონია შეიძლება ეგონოს ზოგიერთს ესეც 90 აი ამ წერტილზე გამავალ და სიფრთხეში მდებარე ნებისმიერ წრესთან 90 გრადუს კუთხეს ადგენს ეს მსახველია მსახველი აი ამ კუთხით არის დახრილი სიფრთხისადმი ეს B ამ სიმაღლეზე და აი აქ დიამეტრზე გადის კვეთა ღერძული კვეთა ეს სიმაღლე ღერძს შეიცავს აი ეს თუ გავაგრძელებთ ცილინდრის ღერძია შემცველი აი კონუსის ღერძი იყო ეს O აი ამ რო განვიხილოთ იმ სიფრთხის თანაკვეთთან აი ამ კონუსთან რომ ეს სიფრთხე გავიდეს ღერძზე აი აქ ეს O-ზე ან აი ასე განვიხილოთ ღერძზე გავიდეს აი ამ სიფრთხისა და აი ამ ღერძზე გამავალი აი ამ ღერძზე გამავალი სიფრთხის და კონუსის თანაკვეთა არის ღერძული კვეთა ქვიან. ამ შემთხვევაში ASB არის ღერძული კვეთა. ნუ შეიძლება ითქვას, რომ კონუსის ღერძული კვეთის სიფრთხისა რაღაც ღერძული კვეთისას მოცემული ფიგურის გვერდები არის, რაც მივიღეთ ეს და ეს და ეს 10 და 7 დავუშვათ 10 ეს ტოლებია და 7 მომდენო იქნება. თუ შეიძლება ტოლგვერდა სამკუთხედია ღერძული კვეთა ASB AS-ი ტოლია SB-ში და ტოლია AB-ში მთლიანად. ნუ მის კუთხეს გვეკითხებიან. გავიგოთ კუთხე სიმაღლესა და სახელს შორის. აი ეს კუთხე აი აქედან აქ OSB ესეც მოკლე ცნობები კონუსის შესახებ მოკლე ცნობები